გამარჯობა, ეს არის მედიახმის პოდკასტი, მე ვარ ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე. ეს არის პოდკასტების სერია, სადაც ვისაუბრებთ მიმდინარე პროცესებზე, პროპაგანდაზე, რუსეთის ჰიბრიდულ ომზე და ჩვენი სტუმარი არის სწორედ რუსეთის ჰიბრიდული ომის მკვლევარი გიორგი ბოტიკაშვილი. მადლობა გიორგი, რომ გამონახეთ დრო ამ საუბრისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს პოდკასტს, ამ პოდკასტის მსმენელს, წარმატებას უსურვებ და ბევრ ფოლოვერს. მადლობა. ვიდრე გადავიდოდეთ პროპაგანდაზე, მინდა გკითხო დღეს რაღაცა ყველას გვაწუხებს კითხვა, რა ეტაპზე არის პროტესტი, რას ველოდებით, რა შიშებია, ამ პირიქით იმედები და ასე შემდეგ. შენი ხედვა როგორია? პროტესტი ესე დამოუკიდებლად არ არსებობს, ანუ პროტესტი ცალკე აღებული პროტესტი არც უნდა განვიხილოთ, პროტესტი არის რაღაცა პროცესის ნაწილი და ეს პროცესი არის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ ყოველთვის ვამბობ ამას, რომ ჩვენ სახელები უნდა დავარქვათ იმ პროცესებს, რასაც ვიმყოფებით და ეს სახელების დარქმევა ძალიან გაუჭირდა საზოგადოებას. ბოლო 12 წლის მანძილზე გაუჭირდა 2012 წელსაც ივანიშვილი გამოეცხადებინა როგორც რუსულ პროექტად და ეს ამან გასტანა 12 წელი. დღეს ჩვენ უნდა ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ ივანიშვილი არის რუსული პროექტი, აკეთებს რუსულ საქმეს და აკეთებს პუტინის საქმეს და ივანიშვილის გარშემო ვინც არიან მისი პარტიის წევრები, ყველა აკეთებს ერთ და იგივეს, ანუ ეს არის ქვეყნის ღალატი და ამას უნდა დავარქვათ სახელი. სახელის დარქმევები რატოა საჭირო? იმისთვის, რომ ჩვენ შესაბამისად შევიმუშაოთ სტრატეგია და ვებრძოლოთ ამ პროცესს, ამ რუსულ ამბავს. სახელს თუ არ დავარქმევთ, ჩვენ ყოველთვის გვექნება კითხვები, რამდენად სწორად მოქმედებთ, როგორ მოქმედებთ, რამდენად შეიძლება ამ რეჟიმთან დიალოგი, რამდენად შეგვიძლია ვესაუბროთ მაგალითად პაპუაშვილს, კობახიძეს, დინარაძეს, ან თავად ივანიშვილს და ყოველთვის გვექნება ფიქრები იმაზე, რომ ჩვენ ხო არ გავაკეთეთ რამე ცუდად, ჩვენ ხო არ მოვიქეცით ცუდად, ჩვენ ხო არ დავაკერით რამე. არა, ანუ ჩვენ თუ ვარქმევთ ივანიშვილის რეჟიმს, რომ არის რუსული რეჟიმი, არის დიქტატორული რეჟიმი, მაშინ შესაბამისად უნდა ვებრძოლოთ. დიქტატურებს და რუსულ რეჟიმებს არჩევნებით ვერ უგებენ, დიქტატორულ რეჟიმებს მხოლოდ აქციებით ვერ უგებენ. ეს სოფლიო პრაქტიკა მაჩვენა დიქტატურებთან ბრძოლის და ამის უამრავი გამოცდილება არსებობს. ამიტომ სანამ ჩვენ არ გავიაზრებთ ვის ვებრძვით, მანამდე ვერ მივხვდებით როგორ უნდა ვებრძოლოთ. და ეს არის მთავარი ხაზი. პროტესტი მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკური კუთხით, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ ჩვენ ვიბრძვით, არ ვჩერდებით და ვაჩვენოთ ეს მათ, იმიტომ რომ ბელორუსიაში გამოცდილება გვაქვს, რომ როდესაც პროტესტი გაჩერდა, ბელორუსია წავიდა სრული დიქტატურისკენ, ხო? და ის ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ, მერე ციხეში აღმოჩნდნენ, ან გაიქცნენ, ან მოკლეს და ასე შემდეგ, ხო? იგივე მოხდა რუსეთში. ანუ ჩვენი ქუჩაში ბრძოლა, დგომა არის სიგნალი ჩვენ დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ მათ უნდა იმოქმედონ, სანამ ჩვენ ცოცხლობთ, სანამ ქუჩაში ვდგავართ, სანამ მედია არსებობს, სანამ ესეთი მსგავსი პოდკასტები იწერებათ, მაგრამ ბელორუსიაში და რუსეთში, აზერბაიჯანში მსგავს პოდკასტებს ვეღარ ჩაწერენ, ანუ სანამ ჯერ კიდევ ფეთქავთ, ეს არის სიგნალი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ ჩვენთან მუშაობა ჯერ კიდევ ღირს, სანქციებს ჯერ კიდევ აზრი აქვს და ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის. ეს არის ის, რაც მოაქვს პროტესტს, მაგრამ თვით ყოფადი ესეთი პროტესტი, ანუ შორ პერიოდში, შორ პერსპექტივაში ამოწურვადი არის. აი ესეც არ არის ცოტა რეჟიმი, აი შეხედეთ უკრაინაში ომს ხო შეეგუა საზოგადოებას 3 წლის თავზე, შეიძლება ერთ ქალაქში, გვერდით ქალაქში დაბომბა მიდდეს, მეორე ქალაქში სვავდნენ ყავას. ანუ ადამიანი ფსიქოლოგიურად ყველაფერს ერგება და დიქტატურები განსაკუთრებით ერგებიან იმ გარემოში, სადაც ცხოვრობენ, სადაც უწევთ თავისი ძალაუფლების შენარჩუნება. ამიტომ ამ პროტესტსაც მოერგებენ და მოერგნენ კიდეც, ხო ნახეთ ჩვენ კანონები რა მიიღეს, როგორ რეპრესიებს აწარმოებენ, რომ გააჩერონ. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ უარეს კანონს შემოიტანენ, რომ ეს პროტესტი როგორმე გააჩერონ. ეს მათ ხელს უშლით. მაგრამ ეს პროტესტი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რეჟიმმა უკან დაიხიოს. კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი და მე შეგულისხმობ სხვადასხვა მეთოდებს. მაგალითად, გაფიცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან როდესაც საუბრობთ, როდესაც მათ გამოცდილებებს ვიზიარებთ და ვეყრდნობით და კითხულობთ, ხედავთ, რომ მაგალითად საფრანგეთში, გერმანიაში საერთოდ არ ჭირდება დიდი აქციები რაოდენობრივად, გაფიცვებით შეუძლიათ მთლიანად სისტემა გააჩერონ და შეარყიონ. დღეს საქართველოში გაფიცვების კულტურა არ გვაქვს. ის ერთადერთი გაფიცვა რაც იყო სატესტო, მეტნაკლებად იმუშავა, მაგრამ ჩვენ ამის კულტურა და გამოცდილება არ გვაქვს. ამიტომ საზოგადოებისთვის
ამ მიმართულებით გვაქვს ბევრი სამუშაო, გაფიცვები მუშაობს. ნებისმიერი სისტემა კოლაფსში ექცევა, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი იფიცება, იმიტომ რომ ვეღარ მართავს სახელმწიფო. ჩვენ ახლა ცოტა შორს შეიძლება წავიდე, მაგრამ ალბათ ჯობია კითხვები დამისვა და მე წავიდეთ ახლა დარჩები აქ. ხო, ამიტომ ნახე 12 წლის მანძილზე ქართულმა ოცნებამ რა გააკეთა, სანამ ჩვენ ვფიქრობდით, ქათამი იყო თუ კვერცხის პრინციპით, ისინი პრორუსები იყვნენ თუ უბრალოდ სულელები და იქცეოდნენ სულელურად, ხო? 12 წელმა მიგვიყვანა იქამდე, რომ სრული სახელმწიფო მიტაცება განახორციელეს. და სახელმწიფო მიტაცებაში გულისხმობ, რომ მათ სრულად აქვთ ხელში ჩაგდებული სუსი, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, აქვთ პოლიცია, რომელიც მათ ექვემდებარებათ, აქვთ მედიები და აქვთ სასამართლო. ანუ ძირითადი სამი სტრუქტურა, რაზეც დგას სახელმწიფოებრიობა, რაზეც იქმნება, ის სტრუქტურები და ორგანიზაციები აქვთ ხელში ჩაგდებული, რომელთაც მართავენ პროცესებს. მათ რო არ გქონდეთ პროპაგანდისტული მედიები, იმედი პოსტივი, ალტინფო და ასე შემდეგ, მათ გაუჭირდებოდათ საზოგადოების დაჯერება იმ ტყუილში, რასაც 12 წლის მანძილზე ავრცელებდნენ, მათ რო არ ყავდეთ პოლიციური რეჟიმი, მათ არ ექნებოდათ საშუალება, რომ მართონ პროტესტი და დააშინონ საზოგადოება და მათ რო არ გქონდეთ სასამართლო ხელში ჩაგდებული, ჩვენ სამართალს ვიპოვებდი და დღეს არ გვეყოლებოდა 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, სინდისის პატიმარი, ხო? რომლებიც იმისთვის დაისაჯნენ, რომ ევროპული მომავლისთვის იბრძოდნენ და სინამდვილეში არაფერი გაუკეთებიათ, ხო? ანუ ამ სამ სისტემასთან ბრძოლა მარტივი არ არის საზოგადოებისთვის. ერთ-ერთი გამოსავალი არის ძალადობრივი, ძალადობრივად უნდა დაამხო და ჩამოაქციო სისტემა, რომელიც საზოგადოებამ მზად არ არის და არ აქვს ამის რესურსი და მეორე არის, რომ საზოგადოებამ მსგავსი პროტესტებით, მაგრამ დამატებული გაფიცვებით, რომ სისტემა კოლაფსში მოაქციოს, მათ შორის ის პოლიციელები, რომელიც კეთილსინდისფერი პოლიცია, მათაც შეუძლიათ ეს გააკეთონ, გააპროტესტონ, მოსამართლეები, რომლებიც სისტემის ნაწილი არის, მათაც შეუძლიათ გააკეთონ, ნებისმიერი სექტორი, ტრანსპორტი, რომელიც მნიშვნელოვანი არის, ხო? ანუ ეს ამ პროტესტს ჭირდება დამხმარე მექანიზმები, რომ ჩვენ ეს ჩაკირული 12 წლის მანძილზე ნაშენები სისტემა როგორმე მოვარყიოთ. იგივე ეხება მედიას. იმ მედიებში, რომლებშიც მუშაობენ პროპაგანდისტულ მედიებში, ჟურნალისტები და ამ მესიჯების გავრცელებაში ეხმარებიან ქართულ ოცნებას, ანუ სინამდვილეში რუსულ პუტინს, ხო? ანუ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ სისტემის გარშემო არის, პუტინს ეხმარება. იმისთვის, რომ ამ ქვეყნის ოკუპაცია მოახდინოს უკვე მერამდენად. ანუ არა მარტო აფხაზეთს და ოსეთს, არამედ მთლიანი საქართველოს ოკუპაცია ტანკის გარეშე. ეს არის, აი რუსული ჰიბრიდული ომი, რომელიც ჩემი ძირითადი პროფესია არის კვლევის, ხო? არის სწორედ ეგ. ისე უნდა მოახერხო, ისე უნდა განაიარაღო შენი მოწინააღმდეგე, რომ მოწინააღმდეგე ეგონოს, რომ სწორას აკეთებს. აი აქვე ერთი ჩემი საყვარელი მაგალითი არის, რასტორგუევი არის ერთი ეგეთი რუსი სამხედრო თეორეტიკოსი, რომელმაც 70-იან წლებში დაწერა საინფორმაციო ომის თეორია. და ეს საინფორმაციო ომის თეორია იწყება იგავით, კუს და მელიას იგავით. კუს მელიას უნდა და კუს შეჭმა, მაგრამ კუს ვერ ჭამდა, იმიტომ რომ ჯავშანი ქონდა. და ნუ 1000 რაღაცა მოიფიქრა, ხან ფული შეთავაზა, ხან მეგობრობა შეთავაზა, ვერა, იმიტომ რომ კუმ იცოდა რომ ჯავშანთან გამოვიდო და შეჭამდა. ამიტომ მოიფიქრა ეგეთი რაღაც ერთ დღესაც რომ მიშერნობდა ტყეში დაინახა ტელევიზორი, სადაც საუბრობდნენ ფრინავ კუებზე და ამ კუს ეს ჯავშანი ძალიან აწუხებდა, იმიტომ რომ ძიმე იყო და კი უნდოდა გათავისუფლება და გამოსვლა იქიდან, მაგრამ ეშინოდა მელის რომ შეჭამდა. მაგრამ იქვე ნახა რომ დააფინანსა მელიამ ტელევიზია და გამოჩნდა რომ მელია წავიდა ინდოეთში, გახდა რაღაც ვეგეტარიანელი და ეს ძალიან გაუხარდა კუს და ერთ დღესაც აი ყველაზე მზიანი დღე რო იყო და მშვენიერი ამინდი, კუმ გადადგა ნაბიჯი თავისუფლებისკენ და ეს იყო მისი ბოლო ნაბიჯი თავისუფლებისკენ და შეჭამელია. და ბოლოში თავდება ეგეთი მორალით, კუ ვერასდროს ვერ გაიგებს, რა ძალა აქვს საინფორმაციო ომს, ისე უნდა განაიარაღო შენი მოწინააღმდეგე, რომ საკუთარი ნებით დათმოს ჯავშანი. ანუ კუმ საკუთარი ნებით დათმოს ჯავშანი. რუსეთის ჰიბრიდული ომის მთავარი ხაზი არის ეგ. ისე განიარაღებს, რომ მას აღარ ჭირდება ტანკები, როგორც შემოიყვანა 89 წელს, ხო? 2012 წლიდან მოყოლებული, განიარაღება წავიდა ასე. და ეს ერთ-ერთში იმეორებს ივანიშვილის რეჟიმი აი ამ სისტემას, უბრალოდ დღეს და გუშინ და იმის წინ განსაკუთრებით ომი რაც დაიწყო, ივანიშვილს ის შეფარული მისია რაც ჰქონდა, რომ განიარაღება ჩვენი ჯავშანი ისე დაეთმო, მათ შორის ევროკავშირში არ გაწევრიანებით, ნატოში არ გაწევრიანებით, ფასადურად რომ ისე გადაეყლაპა საზოგადოება, რომ მას ეს ვერ გაეცნობიერებინა, ან გაეკეთებინა იმისთვის, რომ კარგს აკეთებს, ანუ ამაში დაერწმუნებინა.
და ამიტომ ამ ომმა გამოაჩინა, რომ ივანიშვილი თურმე არ არის თლად პროდასავლელი, არც მისი გუნდი არ არის და არც რუსული კანონის შემოტანის დროს ან ესეც იყო ძალიან დიდი ტრიგერი, რომ დაინახა საზოგადოების დიდმა ნაწილმა. ალბათ იგი იყო ყველაზე სერიოზული რომ იღებენ რუსულ კანონს, ხო? არჩევნები როგორ მოიპარა და უკვე როგორც წავიდა და წავიდა როგორც ხდება. საზოგადოება ამ არჩევნებზე არც ისე, ანუ ჩვენ ხომ ნახეთ, ძალიან ბევრი ადამიანი არ გამოვიდა თავიდან, იმიტომ რომ აქაც საინფორმაციო ომში მოიგეს, იმიტომ რომ საზოგადოებამ კითხვები ივანიშვილს კი არ დაუსვა. როგორ გაყავთ დარჩენი ოპოზიციას დაუსვა კითხვები. რატომ არ იმუშავეთ საკმარისად? როგორ მოხდა რომ თქვენ ვერ დაიცავით თქვენი ხმები? ანუ აქაც ფოკუსი აირია. საზოგადოების ფოკუსი გადმოვიდა ოპოზიციაზე. ესეც ხელოვნურად გამოვიდა შენი აზრით? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენ თუ ამობთ რომ 12 წლის მანძილზე საინფორმაციო ველს აკონტროლებდნენ და ქმნიდნენ ქსელებს უამრავ ქსელს იმისთვის რომ საზოგადოება დაეყოთ მარტივმამრავლებად. საინფორმაციო ომის თავარი ამბავი ხო ეგ არის რომ მრავალი სიმართლე არსებობს და ამ სიმართლეში არ არსებობს ერთი სიმართლე. ანუ ყველა ჯგუფს თავისი სიმართლე აქვს. ანუ კონსოლიდაცია ერთი სიმართლის გარშემო არ ხდება. ამას მიაღწიეს. თუ ერთი სიმართლე არ არსებობს და მრავალი სიმართლე არსებობს, იქ საზოგადოება არის დაყოფილი მარტივმამრავლებად და ჩვენ პასუხს ვთხოვთ არავი იმას, ვინც დამნაშავე, არამედ ვთხოვთ ერთმანეთს, სხვა ჯგუფებს. და ამის ბევრი ისეთი მაგალითი მაქვს კიდე ხარ, ვის გაუჩერებლად შემიძლია ამ თემაზე ვილაპარაკო საათები. მაგრამ მოდი ჯობია მკითხო კიდე რაღაც. აი, რახან ამ თემას შევეხეთ, ერთი კითხვა მაწუხებს სულ. რაღაც სავარაუდო პასუხი კი მაქვს, მაგრამ შენი აზრი მაინტერესებს. ანუ არჩევნები გააყალბეს, ჩაიდეს ჯიბეში, ისე რა პროტესტი მოხდა, გულწრფელად რო გითხრა, ჩვენც ქონდა საუბარი, საერთოდ დღის თუ არა გასვლა. და ანუ ასე ვთქვათ, ჩათავრებული იყო ამბავი და უცებ 28-ში გამოდის ირაკლი კობახიძე და აცხადებს იმას, რაც ისედაც პრინციპში ვიცოდით, რომ ესე იქნებოდა შეუძლებელია აი ამ ყველაფრის შემდეგ, უცებ ევროპა, მაგრამ დეკლარირება ამისი რატომ გახდა საჭირო 28-ში და ამხელა პროტესტის აგორება, როცა შეეძოთო ეს ტექნიკურად ესეც ეკნათ რა? მაგაზე მარტივია ძალიან პასუხი, მათ დაინახეს, რომ საზოგადოება აღარ არის აქტიური. ანუ არჩევნები, რომლებიც მათ მოიპარეს და დიდი რაოდენობით მოიპარეს ხმები, საზოგადოებამ დაიწყო კითხვების დასმა, როგორც თქვი, ოპოზიციაზე, დაიწყო და სადამკვირვებლო მისიებზე, დაიწყო საკუთარ თავში ფრუსტრაცია, იმიტომ რომ მოლოდინი იყო, რომ ოპოზიცია იგებდა და ოპოზიცია მართლა იგებდა, ყველანაირი კვლევა ამას აჩვენებდა და ის დიდი ხმების რაოდენობა, რაც მათ დაიწერეს 55-54%, ხო, იმდენად რთული აღსაქმელი იყო, საზოგადოებამ ვერ აღიქვა, ვერ ანუ წარმოიდგინეთ რომ ოჯახის წევრებზე რომ დავაპატარავოთ ამბავი, ოჯახში ყველა თვლის რომ ეს ამბავი ესე მოხდება და ხდება იმის საპირისპირო, ანუ ლოგიკურია რომ ირღვევა სიტუაცია, ხო, ანუ ვეღარ ხვდები და ამაზე ფეხის აწყობა რომ რა მოხდა სინამდვილეში რომ პროტესტი ბრასში გადაიზარდოს, ფრუსტრაცია ბრასში გადაიზარდოს, ძალიან დიდი ეტაპი გაიარა, ანუ ფაქტობრივად 26 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე იყო მთელი თვე საზოგადოებას დასჭირდა გამორკვეულიყო რა მოხდა. ხო, და რაღაც საჭირო იყო მე რომ საზოგადოებაში როგორც თქვი, აღქმები რომ ესენი ქართული ოცნება არის რუსული რეჟიმი, ამის აღქმა არ იყო. მათ კლავაც ჯეროდათ რომ ესენი უფრო არიან რაღაცა შეიძლება პრორუსულები არ არიან თლად, მაგრამ რაღაცა უნდათ რომ დაალაგონ რუსეთთან პოლიტიკა. ანუ დეკლარირება მოახდენთ რომ არა რუსული, ანუ ალბათ მოთხოვნა იყო. ხო, მე ჩემ პასუხი ეგ არის რომ ეთყობა მოთხოვნა იყო პირდაპირ პუტინისგან, რომ აი ეს რაღაცა უცი-პუცი გეყო. გარდა მოთხოვნა იყო, რატომ ვერ ხერხდებოდა რომ ღიად ეთქვათ ყოველთვის რომ მათ აქვს რუსული გზა არჩეული. ამის საჭიროება რატომ არ დაუდგათ და გადაესვათ ხაზს და ეთქვათ რომ ჩვენ ამ გზაზე მივდივართ. იმიტომ რომ მათ სჭირდებოდათ საზოგადოება გარშემო, რომლებიც ღირსებით ევროპისკენ. ხო, ანუ აი ამ ნარატივში, იმიტომ რომ მათი ამომრჩეველი არის სიტყვაზე 80%-ს თუ უნდა დასავლეთი და 20%-ს არ უნდა, ის 20%-ია მათი ამომრჩეველი, ანუ ვინც უფრო რუსულად ან ალტინფოს კონსერვატულ ჯგუფებში არიან და მათ იმისთვის რომ ლეგიტიმაცია მოეპოვებინათ, სჭირდებოდათ ასევე საფარველო პროდასავლურები არიან, იმიტომ რომ ამომრჩეველი იქიდან გადაეტანათ. და 28-ში რა მოხდა? საზოგადოებამ საკმარისად ვერ გააპროტესტა, ფრუსტრირებული არის. რუსეთი ითხოვს იქიდან რომ საბოლოოდ გააფორმოს ურთიერთობა საქართველოსთან, აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები, ფრენები აღდგენილი არის. ამ გზაზე მიდის. ტრამპის არჩევნები არის პარალელურად და სანამ უკრაინის ამბავი გადაწყდება, უკრაინის ამბავი გადაწყდება, რუსეთს უნდა კონდეს ჯიბეში საქართველოს.
ამიტომ ყველაზე კარგი პერიოდი რა იყო იმისთვის, რომ უნდა გამოსულიყო ფრუსტრებულ საზოგადოებაში, რომელსაც მიხვდნენ და ნახეს, რომ არა პროტესტებენ არჩევნებს, ისინი შეგუების ეტაპზე არიან გადასულები ამ საზოგადოება, ამიტომ უნდა გამოვიდა და თქვა, ზეწოლა, რომელიც რუსეთიდან მოდიოდა და ფაქტორები, რომლებიც საქართველოში გათამაშდა, ერთმანეთში შეერწყა და საუკეთესო პერიოდი აღმოჩნდა მათი გადმოსახედიდან, რომ ეს იყო დრო, როდესაც შეიძლება მათ ეთქვათ შეეჩერებინათ ურთიერთობები ევროკავშირთან. მაგრამ თუმცა გათვლა მაინც გონი არასწორი იყო, იმიტომ რომ არასწორი გათვლა იყო გავრილოვის ღამესაც არასწორი, იმიტომ რომ მაშინაც ეცადნენ, რომ ეს ჩვეულებრივ ამბად მოეყიდათ საზოგადოებისთვის, მაგრამ იქაც რეაქცია იყო სხვა. საქართველოს ხალხი აი ფსიქოლოგიური პორტრეტი ეგეთი არის და რუსებს ძალიან კარგად აქვთ ეს ამ ჩვენი ფსიქოლოგიური ეთნოფსიქოლოგია შესწავლილი და ამაზე მუშაობენ წლებია და ზუსტად ზომავენ რაღაცებს, მაგრამ რაც ვერ ან არ გათვალეს, ან მაინც გარისკეს იყო გავრილოვი და სიმბოლიზმი, ყველაზე მეტად სიმბოლიზმი სახეხატება ან ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ბოდიში აი ჟარგონზე კარწინკა მუშაობს. ხო, ვიზუალების ეპოქა. ის ვიზუალი, როდესაც გავრილოვი ჩაჯდა სკამში, იყო ვიზუალური აღქმა. 2012 წელს არჩევნებზე როდესაც გარდამტეხი იყო ციხის კადრები, ხო, აქაც კადრები იყო. ყველაფერი ვიზუალიზდება და ეს გამოხატავს ბრას, იმიტომ რომ ტექსტების შინაარსების გააზრება ამ პროპაგანდისტული ეპოქაში რთული არის გაბნევს, რა თქმა უნდა, მაგრამ სურათი შენ გაჩვენებს რაღაცებს მეტად და ეს ემოციებზე მეტად მუშაობს. თლიანი რუსული პროპაგანდა და ზოგადად პროპაგანდის ენა არის ემოციებზე. ჩვენი ყველა ქცევა ეს ფსიქოლოგიურად არის ჩვენ ემოციებით ვიღებთ გადაწყვეტილებას და მე ტვინი უძებნის არგუმენტაციას რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება ეს არის ეს არის ჩვენი ფსიქოპორტრეტი რომელიც რუსეთმა იცის აი იმაზე მინდა კითხო რაც კონკრეტულად ჩვენ შესახებ კი ზუსტად ეს არის ის ინფორმაცია ამიტომ ყველა პროპაგანდისტული ტექსტი ყველა ქართული ოცნების მესიჯი რომელსაც ფრეიმინგს ვეძახით ხო არის მარტივი და ემოციებზე მუშაობს. თქვენ პროპაგანდისტულ ტექსტებს, აი დეზინფორმაციულ გვერდებს, რა ვიცი, თითქმის ყველა გვერდს მივყვები და ყოველთვის არის ემოციური ტექსტი, ის არ არის აკადემიური ტექსტი. არასოდეს. იმიტომ რომ ჩვენ თავში ემოციებს აღძრავს და ემოცია ემოცია წამოსული მესიჯებს იმახსოვრებს. და მე უძებნი უკვე ადამიანები არგუმენტს ამ ემოციამ რა გამოიწვია და ამ ემოციას არქმევენ სახელებს და ეს დარქმეული სახელები უკვე მოდის იმათი ფრეიმინგი მესიჯი აი ამის მაგალითია კიდევ კარგი რუსულმა კანონმა როგორ იმუშავა ხო და კოორდინაცია აი ხა ეს მესიჯინგი არსებობს ეთნოფსიქოლოგია არსებობს ემოციური ტექსტები არსებობს პოლიტიკური ნარატივი არსებობს მაგრამ ეს ყველაფერი არის სინქრონულად ერთმანეთზე გადაბული იმათი მხრიდან. თქვენ ამბავს, როდესაც ეს კონკრეტად გარეჯი საქართველოს ამბავს, ხო? თქვენ ამბავს გაიგებდით პოლიტიკური პარტიებისგან, ქართული ოცნების, რომელმაც გაყიდეს დაარქვეს, ხო, გარეჯი, მოისმენდით ასტროლოგებისგან და ეს ნაცადი ხერხი არის, ეგრეთ წოდებული ექსპერტები, რომლებიც მათ შორის შექმნილი ერთ-ერთი გამოძიება იყო მედიის განვითარების ფონდის არსებობდა ერთი ექსპერტი რუბელაშვილი ვიღაც კვარი გამოგონილი იყო და იმედი მოიყვანდა ხოლმე მის ციტატებს მედიებში და უცებ აღმოჩნდა ეს ხო ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ადამიანი და მე ამ ბლოგერმა და ექსპერტმა გადაირქვა სახელი და დაირქვა ხელოვნური ინტელექტის რაღაცა ბლოგი ხო და ანუ ესეთ ეპოქაში რომელიც სხვადასხვა შრეში შემოდის ხო იქ ეკლესია, რომელიც ამის გამავრცელებელი არის, მედიები, ალტინფო, პოსტივი, იმედი, რუსთავი 2, რომელიც თითქოს ნეიტრალურია, მაგრამ მაინც ნარატივი იგი, ხო. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც დღესაც მიუხედავად იმის ამ პროტესტის ფონზე გახსნილი არის ეთერები და სიაში ვიყავი და ახლა მწერენ, მაინც მათ სიუჟეტებს რომ უყურებ, იწყება ქართული ოცნებით, არგუმენტი არის მე უკვე რაღაცა ოპოზიციის, ექსპერტების და მთავრდება ქართული ოცნებით. ანუ საბოლოო დასკვნა რაც გამოგავს მაინც. კი ბატონო. ანუ ეს მეთოდები, ანუ რამდენი აქტორი ჩამოვთვალეთ, ხო? და კიდევ დაფიქრე რაღაც სინქრონულად. ანუ მთლიანი სივრცე აქვს აღებული სოციალურ ქსელებში, YouTube-ში, ტელევიზიებში, TikTok-ზე და ასე შემდეგ. ნახეთ, ანუ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ნებისმიერი ადამიანის, რომელიც უამრავი საქმე აქვს, სკროლვის დროს ხედავს ემოციურ თიზერ პატარა ტექსტებს,
ან რაღაცა ემოციურ ჩაწერილი, აი დააკვირდით ვიდეოები, რაც უფრო ემოციური არის ადამიანით ასე გამოხატავს, ამ ვიდეოებს უფრო მეტი ნახვა აქვს. და მსგავს ტექნოლოგიებს იყენებენ. ანუ ეს ქსელი არის დიდი აწყობილი და კოორდინირებულად ხდება ამ დეზინფორმაციების ტყუილების გავრცელება და საზოგადოების შემოყვანა. ყველა შრეში შემოდის. მე რო გავდივარ ქუჩაში ხო, რომელიც ამას ვიკვლევ, ამ ნარატივებს ვაწყდები მე ტაქსშიც, ვაწყდები ავტობუსშიც, რომელიც ამაზე საუბრობენ, ვაწყდები ეკლესიაშიც, იმიტომ რომ ამას საუბრობენ, სკოლაში, მასწავლებლებთან, მშობლებთან. ანუ ეს ყველა შრეში შემოდის და აქეთ რა ხდება? აქეთ ჩვენ ვიცავთ მედია სტანდარტს, ნეიტრალურობას, ეთიკას, ანუ რუსულ რეჟიმს, რუსულ მეთოდებს ვებრძვით ეთიკით, ქვეშენი ჭირიმეთი გენაცვალეთ. ევროპული სტანდარტი. ხო, აი რა, ევროპულ სტანდარტზე გვაქვს საუბარი, როცა შენ იქიდან მონსტრი გებრძვის და შენ აქედან ეუბნები, რომ იცით რა, ეს ასე არ უნდა იყოს და მედია სტანდარტი ამას არ აწესებს და აი ეთიკის ქარტია მეს დაადგინა. და ამ დროს იქიდან გირტყავენ, გცემენ და შენ ელაპარაკები რაღაცა, იმით რა ქვია, ლამაზი ტექსტებით. არ მუშაობს ეს და ვერც ვერასდროს ვერ მუშაობს. დაუპირისპირებ, ანუ ვერც ერთ ბრძოლაში ვერ მოუგებ, როდესაც ის შენს ხო. რუსულ კანონმა რატო იმუშავა? იმიტომ რომ საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციურ პარტიებს, მედიებს მოუწიათ ერთ ენაზე ლაპარაკი. დარქმეოთ ამას რუსული კანონი, იმიტომ რომ ეს იყო რუსული კანონი. ამიტომ მოვახერხეთ ის პირველ ჯერზე, მეორე ჯერზე ვეღარ მოვახერხეთ, იმიტომ რომ მეორე ჯერზე პირდაპირ დირექტივა იყო რუსეთისგან, რომ ეს კანონი უნდა მიღებულიყო. მაგრამ სახელი დავარქვით და საზოგადოებაში გაჩნდა აი ზუსტად რუსული კანონით, რომ ესენი პრორუსები არიან, ან რუსულ საქმეს აკეთებენ და არადასავლურს. ანუ ეს არის აქეთ მხარეს, ჩვენ მხარეს ბაბლს, რასაც ვუწოდებთ, ან იმ ნაწილს, რომელიც პროდასავლურია, კოორდინირებულად არ იბრძვის იმ დიდი მონსტრის წინააღმდეგ, რომელმაც ფესვები გაიდგა ბოლო 12 წლის მანძილზე ძალიან კარგად. ერთია რომ მეტი, ვთქვათ, რესურსი არის მათ მხარეს, ფული აქვთ, მაგრამ ხო, ანუ ძალები გვაქვს არათანაბარი, ასე ვთქვათ, და თამაშის წესები, ანუ ჩვენ რაღაც წესებს ვიცავთ, ისინი არა და რანაირად მოვუგებთ. ხო, აი ეს არის, აი თამაშის წესებს მივყვებით, ახლა ამ პროტესტშიც მივყვებით თამაშის წესებს. ხო. თამაშის წესებს როცა მივყვები, ვერასდროს ვერ მოიგებ რუსულ რეჟიმებთან, ანუ აწარმოუდგენელი ეგეთი რაღაც. ანუ ისტორიული ფაქტი ეგეთი არ არსებობს, რომ აი ძალიან მარტივად წარმოვიდოდეთ, აი დრაკონს რო ებრძვი, ანუ რაღაცა, არ ვიცი, დრაკონს ებრძვი და ებრძვი, არ ვიცი, ქვით, პატარა ქვას ესვი, ჯოხს ურტყავ. როცა იცი რომ ნებისმიერ დროს შეგჭამს და არის საზოგადოების მათ შორის ჩვენს ბაბლში ადამიანები, რომლებიც ამბობენ, იცი რა, ის კი დრაკონია, იმას ის კი შეიძლება მან შეიძლება შემჭამოს, მაგრამ მოდი იცი რა ვქნათ, ხო არ ვებრძოლოთ ისე რომ აი ვუთხრათ რომ ჯერ ცოტა ხელი მომაჭამოს, რომ იქნე მე დაკმაყოფილდეს და მეორე ხელზე აღარ გადავიდეს. იგივე კონტექსტი ეხება დღეს გავრცელებულ ნარატივს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიცია უნდა შევიდეს. ანუ ეგ იმას ნიშნავს, რომ შენ დრაკონს ეუბნები, მოდი ერთი ფეხი მომაჭამე, ან ერთი თავი მომაჭამე და ხა მეორეც მოდი, აბა იქნებ მერე გამოსწორდე, იქნებ რამე მე უკეთესად ვიმუშაო, უკეთესად დავდგე, ისე დავდგე, რომ ეს ხელი ანუ შემაკნილება ვერ მოჭამოს, ანუ ხო წარმოუდგენელია, ანუ ესეთი ამბავი. ანუ მე ჯავშანს ჩავიცვამ რკინის, მაგრამ იმედი მექნება, რომ შენი კბილები ვერ შემოაღწევენ ჩემს ჯავშანში, ანუ აბსურდი. წარმოუდგენელია ხო და ანუ ამით დავიწყე საუბარი, სახელი დავარქვათ. სანამ სახელს არ დავარქმევთ, ამ ქვეყანაში სასარგებლო იდიოტები ძალიან ბევრია და პირდაპირ უნდა ვთქვა, იმიტომ რომ პროპაგანდის მესჯები ამოაქვთ და აცელებენ, რა თქმა უნდა. და ადამიანები, რომლებიც გამიზნულად ჩანერგილად, არაჩანერგილად, იმიტომ რომ თავისი აზრი არ გააჩნიათ და ცდილობენ ვიღაცის აზრს აყვნენ და ამით მოიპოვონ რაღაცა სტატუსი, რაღაც მეინსტრიმულ ნაწილში არ ჩაჯდნენ თითქოს, იმიტომ რომ ეს მეინსტრიმი რაღაცა განსხვავებული იყოს. ეს ყველაფერი შლის საზოგადოებას უარესად და დღეს რომ ოპოზიცია ვერ ერთიანდება ერთიანი ფორმით, ესეც მაგის ნაწილი არის. რომ პროპაგანდა მუშაობს არა მარტო ფართო საზოგადოებაზე, თავად ოპოზიციაზეც და ოპოზიციის ლიდერებზეც. ეს სერიოზული პრობლემა არის. ეს არ არის მარტო ლიდერების პრობლემა, თავად მათი ეგოების. არის იმ ბაბლის ნაწილის, იმ პროპაგანდის ნაწილის, რაც ესენი იხარშებიან. მან რა უნდა გაკეთდეს? რეალურად ეს პოლიტიკური პარტიები ხო რაოდენობით ლიდერი კიდე უფრო ცოტაა და გააცნობიერონ, მათაც უნდა გააცნობიერონ. ერთი არას ლაპარაკობენ ეთერებში. და მეორეა აცნობიერებენ თუ არა იმას, რას ლაპარაკობენ. ანუ ჩვენ თუ აცნობიერებთ, რომ ჩვენ დღეს ვებრძვით პუტინს როგორ ებრძვი
მარტო მე, მარტო შენ, მარტო ის ვერ ებრძვი. წარმოუდგენელია ებრძოლო. ერთიანად შეგიძლია ბრძოლა ძალა ერთობაში. რა ვიცი, ხა ამაზე დიდი სიბრძნე რა ჩაიდო ხო ჩვენს იმაში. თუ ერთად არ ხარ, გადაგტეხავს მარტივად დახშლის, მარტივად დახურავს ამ პოდკასტს, მარტივად დახურაგებ თავარი, ხო, გაითიშა არხი, მარტივად მიადგება და ფორმულად დაიხურება ალბათ მალე, ანუ თუ არ ვარქმევთ სახელებს, თუ არ ერთიანდები და ეს ერთიანობა არა მარტო ჩვენ საზოგადოების ძალას კი მარტო ამ ძალას აძლევს. ჩვენ ხო ვთქვით რომ ფსიქოლოგია წარმართავს, ემოცია წარმართავს. ემოციურად ერთიანობა შენ გაძლევს რწმენას რომ რაღაცა შეცვლი. და ერთიანობა ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია. ევროკავშირის რეზოლუციაში რა ჩაიწერა რომ რაც ბრძოლის შედეგი იყო, ხო, არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის ქართული ოცნება არ აღიარეს ლეგიტიმურ ხელისუფლებად. მაგრამ ამას რო არ აღიარებენ ლეგიტიმურად მათ ეს ხო არ ნიშნავს რომ ქვეყანა იზოლაციაში უნდა მოაქციონ და საერთოდ დაიხურონ ქუდი და ელჩებიც გაიწვიონ წავიდნენ. მათ ხო რაღაცა სახის ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს. ამიტომ აქეთ თუ არ დახვდა რაღაცა ორგანო, სტრუქტურა, რომელთანაც ააწყობენ ურთიერთობას და იქნება მოპასუხე ამ ურთიერთობაში, იმას არ აღიარებენ და აქეთ ვის აღიარებენ, ანუ ცალკე მე, ცალკე შენ, ცალკე, ანუ ესე ხო არ ხდება, ეს ხო წარმოუდგენელია. ანუ ამიტომ ეს ერთობის ნაწილი იმათთვისაც მნიშვნელოვანია, ამ ერთობის ნაწილს მოაქვს, რომ ჩვენ მოპასუხე ვართ მათთვის და ჩვენ ერთიანი პოზიციით კომუნიცირებთ მათთან. აქაც გავდივართ ზუსტად ამ მესიჯინგზე, ფრეიმინგზე, რას ვლაპარაკობთ ერთად მათთან. გახარია ჩადის ლაპარაკობს ერთს, ლელო ჩადის ლაპარაკობს მეორეს, ნაცები ჩადიან ლაპარაკობენ მესამეს, სამეს, ახლები ჩადიან ლაპარაკობს ანუ და ეს ჩერგოლეიშვილი თავისი ფედერალისტები ჩადის ლაპარაკობს აქეთ ოპოზიციის ლანწვას, ხო? რომ ესენი არ ფთარ ორგანო და თვითონ არის გზა სინათლისა. ანუ ამ შემთხვევაში დასავლეთმა რა უნდა იფიქროს? ანუ ჩვენ ვართ სულელები. კარგს ვერ იფიქრებ. ხო, ანუ ხო მარტივია და იმათი ჯერისედაც ამდენი პრობლემები აქვს, ამ ტრამპის პოლიტიკიდან გამომდინარე, ევროკავშირის სერიოზული პრობლემები აქვს. აი სადღაც ჩორეული წერტილში ვართ ჩვენ, რაღაცას ფაფხურობთ, რაღაცას ვაჩვენებთ, მაგრამ ამ ფაფხურშიც ისე გამოდის, რომ ბევრი ამბავი მიდის მათთან და არა კონსოლიდირებული. ხო, ჩვენ ამაში ვიხარშებთ და ვიცით რა ხდება, ქართული ოცნება იგებს, იმიტომ რომ კონსოლიდირებულად მუშაობს და პროპაგანდაც კონსოლიდირებულად მუშაობს, აქაც რაღაცა კონსოლიდირებულად ვიმუშავეთ, პროტესტი არის, მოძრაობს რაღაცა ამ ნაწილში, არაღიარების ნაწილში და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე ეტაპია, ყველაფერს თავისი ფაზები აქვს, ამას მივახციეთ, ხო, არაღიარების ნაწილში და იკვლევამაცა ჩვენ ახლა რომ 80% თulis საქართველოს მოსახლეობის რომ ქვეყანა კრიზისში არის, ამ კრიზისში დამნაშავე არის ქართული ოცნება. თვლიან რომ ისე 86% ან ევროპაში უნდა და პროდასავლური არის, მაგრამ ამავდროულად რაღაცა ფაზა ხო იწყება მე რომ კარგი ეს ცუდია, მე კარგი ვარ, ის კარგია, მაგრამ ეს ხო უნდა გაერთიანდეს რაღაცაში, სახელი დაერქვას და ამის როლი შეითვისა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტმა, რომელსაც აღიარებენ დასავლეთში პრეზიდენტად, რომელსაც აღიარებენ ასევე კვლევებით საქართველოში პრეზიდენტად, ხო? ან მის გარშემო არსებული მან უნდა ითაოს და მასთან უნდა გაერთიანდეს, იმიტომ რომ ეს ფიგურა არსებობს იმისთვის და იმიტომ არის ლეგიტიმური, რომ მას შეუძლია წარმოადგინოს საქართველოს გარეთაც და შიგნითაც. და ყველანაირი პროპაგანდისტული რაღაცა ჭორები, ბოდვები, რომლებიც ეს ერთმანეთში ტრიალებს ამ ჯგუფებში, ეს ხშლის მარტივმამრავლებად. რაც უნდა გასაცნობიერებელია. ხო და მაგ დავარქვათ სახელი. ვის ვებრძვით პუტინს, თუ ვებრძვით კობახიძე პაპუაშვილს. თუ კობახიძე პაპუაშვილს ვებრძვით, კი ბატონო, აი ამ ფორმით რაღაცას ვიზავთ. მაგრამ თუ პუტინს ვებრძვით, აი ამ ფორმით ვერაფერს ვერ ვიზავთ. ხო, არ მგონი აღარც არის კითხვა, მაგრამ ისევ ჩვენ ბავშვი აღარ არის კითხვები ვის ვებრძვით და ზუსტად ეგ მინდა კითხო, რომ მე სიმართლე გითხრა აღარ ვიცი რაღა უნდა მოხდეს, რომ იქით მყოფმა ადამიანებმა, მათ შორის ჩემმა კოლეგებმა იმაში რა ქვია, პროპაგანდისტულ მედიებში გააცნობიერონ, რასთან გვაქვს საქმე, რეალურად დიქტატურა თუ უკვე არ დამყარდა, რავი, რაღა გვიკლია, ხო? რა უნდა გავაკეთოთ? ან რამე უნდა გავაკეთოთ, რომ აქამდე, ანუ აღარ ვიცი, აი ხლა თუ ვერ ხვდები რა ხდება, რაღა უნდა მოხდეს? ერთი ეგეთი ვიდეოა, აი პროპაგანდაზე, თუ იპოვე გამოგიგზავნი, შეგვიძლია გამოგიყენო ჩანართად. აღარ მახსოვს სახელი. ანუ მოკლედ საუბრობს პროპაგანდაზე, როგორ შლის საერთოდ აზროვნებას და გადაყავს ამბავში, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთულია.
მას მოყავს ორი ეგეთი მაგალითი, ანუ რუსეთის მაგალითზე, ანუ პროპაგანდით გაშენთილი ტვინი ვეღარ ბრუნდება, რაც არ უნდა ვუხსნათ ახლა ჩვენ იმედის მაყურებელს, რომელიც მხოლოდ იმედს უყურებს, მას აქეთ ამბავი რა ხდება, მას ამას ვერ დავაჯერებთ. გამორიცხული არის, რომ ეს შევძლოთ ჩვენ, იმიტომ რომ ის არის მოწამლული პროპაგანდა არის საწამლავი მუდმივ რეჟიმის, როცა მოიხმარ მას. ნარკოტიკია ჩვეულებრივ, ანუ ეს ფუნქცია აქვს პროპაგანდას, ნარკოტიკი, რომელზეც ხარ დამოკიდებული და აქეთ ვეღარაფერს ვეღარ ხედავ. და ის ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ ორი რაღაც არსებობს, რითიც შეიძლება ეს ადამიანი გამოაფხიზლო. ერთი, ის უნდა სცემო მაგრად. და ამის მერე დაჩაგრო და ამით გამოიყვანო. ან უნდა მოხდეს ისეთი კატასტროფა, რაც მოხდა იაპონიაში, იმის აფეთქება, რა ქვია, ატომური ომი. ანუ რუსებზე ლაპარაკობს, ეს როგორ გამოაფხიზლოთ რუსები. ანუ ამ ნაკვები პროპაგანდით, ან დასავლეთმა უნდა დაჩაგროს ისე რუსეთი. უნდა დაჩაგროს ისე როგორც აი გერმანიას თავში ურტყეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და გაუჩინეს კომპლექსი იმ ამბის, ან ესე უნდა ურტყა თავში რომ გამოიყვანო იმ პროპაგანდიდან, ან უნდა მოხდეს რაღაცა კატასტროფა და გამოფხიზლდეს. ანუ სხვა გამოსავალი არ არის, ან წლები ჭირდება თაობებზე ლაპარაკობს, ანუ თაობები უნდა შეიცვალოს ამ საზოგადოებაში რომ გამოვიდეს. ძალიან მარტივი მაგალითი. მე როცა ომი დაიწყო კვლევების მიზნით, დავიწყე რუსული მედიების ყურება. და ორი კვირა გადამულად ვუყურებდი. რა მოხდა ორ კვირაში მე დავიწყე გადამოწმება იმის, რასაც რუსები ყვებოდნენ, რომ იქნებ მართალია. და აქეთ ხდება რაღაც. ხო, იმიტომ რომ ძალიან კარგად არის გაკეთებული, ანუ კარგად არის აწყობილი ნარატივი ემოციებზე, ფაქტები მოგონილი, მოყვანილი ფაქტები დადგმული, ფაქტობრივად ფილმს უყურებ ალტერნატიულ რეალობაში გადადიხარ. და გიჩდება მე ავტომატურად კითხვები და ხა წარმოიდგინეთ ადამიანი რომელიც ამას უყურებს გამუდმებით და ამას აკეთებს იმედი რაც არსებობს პოზიტივი და ასე შემდეგ მათი მაყურებელი ვინც არის და ამას აკეთებენ ძალიან კარგად რატომ ყავს იმეც ამდენი მაყურებელი იმიტომ რომ ერთ-ერთი გართობის ნაწილია იქ ძალიან მნიშვნელოვანი შოუები და შოუებში შემოსული ტიხარი სარეკლამო სადაც პოლიტიკური ნარატივი შემოდის რომელიც ტოვებს მაყურებელს იქ აღარ გადართავს სხვაგან და სერიალები რომლებიც არის მიჯაჭვული ადამიანები ძვირიანი სერიალები რომელიც აქეთ მხარეს არ აქვთ. ამიტომ ადამიანი მიჯაჭვულია იმ ამბავს და ისმენს. ერთი კიდევ ძალიან საინტერესო მაგალითი, ჩემი ერთი ნაცნობი, რომელიც უყურებდა იმედს, ასაკიანი ქალი, ოჯახის წევრებში დიდი განხეთქილება მოხდა ამის გამო და იმედი გადაუნაცვლეს სხვა ადგილას. და ნუ აქეთ აპროტესტა აკრიტიკებდა, ვანწყავდა და ასე შემდეგ. გადაუნაცვლეს და ვეღარ პოულობდნენ და ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ვეღარ იპოვა, სად იყო იმედი. და მოუწია გადართვა კრიტიკულ არხებზე. ერთ თვეში ეს ქალი დგას აქციაზე ახლა. ხო, რა თქმა უნდა, ძალიან ეს არის ალბათ გასაცნობიერებელი, რა სიბოროტე არის. ამიტომ აქედან შეიძლება მესიჯი, არ ვიცი, ოჯახის წევრები, ვინც დამალეთ იმედი არიან და ხვდებიან სიტუაციას და იმედის მაყურებელი არ არის ოჯახში ვიღაც იქნება, ვინც რეალობას აცნობიერებს ერთი მაინც. იმუშავეთ თქვენს ოჯახის წევრებზე და გაუთიშეთ იმედი. ერთ თვეში ნახავთ შედეგს. კი, ნამდვილად მე წეგან რო ახსენე ეს რუსულ არხებს სამწუხაროდ მეც მიწევს და ეგეთი ფაქტი მახსოვს რომ ჯერ უკრაინულ წყაროებში ნახე ეს ომის კადრები იყო და ახლა უკრაინელები წერენ რომ აი როგორ თქვათ დახოცეს რუსები და ვიზუალური მეხსიერება ძალიან კარგად დაამახსოვრე. იმით მახსოვს ეს კადრი. კი და 3 დღეში რუსებმა გამოდეს ზუსტად იგივე ვიდეო და ყვებიან აი როგორ დაამარცხეს და ანუ კადრი არის ის კადრი თუ გახსოვს სიგარეტს რო ეწევა ერთი გადაფარებული ისინი რო ქონდა და დაღუპულები რო არიან ვითომ და სიგარა არ მაქვს ერთი კადრი გაუშვეს სადაც ეს დაღუპულები წვანან და ანუ ფეიქ საკეთებდნენ თავის თვითონვე დადგეს რა რო ვითომ ის უკრაინა რასაც ავრცელებს დაღუპულ ადამიანებს და ეს რაღაც სუდარა გადაფარებული იყო ერთი ადამიანი წევს ამ სუდარას და სიგარეტს ეწევა და აი ეს არის რომ უკრაინული ისო და ნუ ამით ატყობენ ხო და ნუ ფილმს აკეთებენ კი ანუ რუსებს ცალკე ანუ ჯერ ამდენ ფულს ხარჯავენ მაგაში და ცუდი ეგაა რომ ანუ ჩვენები რამეს კი არ იგონებენ ქართველები ან კიდე იმედი რაღაცა პირდაპირ ეს გადამოკატავებული აქვს ერთ-ერთი ისე გავს ერთმანეთს პოლიტიკოსების განცხადებები ხო გავს ერთმანეთს ისედაც ჟურნალისტებიც გონია მაგდა ანიკაშვილის ტექსტები როგორ საუბრობს ირონია თვალის გაპარება გიმილი ყველაფერი გავს იმას რაც რუსეთში ვიცით
ეგ არის რა ეს არის ალბათ ახლა გასაცნობიერებელი რა და ძალიან სწორად დაიწყე შენ საუბარი რომ უნდა დავარქვა თავის სახელი. ჩემთვის დიდი ხანია ქვია. თუმცა ბევრი ადამიანს ჯერ კიდევ აქვს რაღაცა იჭმუნები. ალბათ რაღაცა იმედიც გინდა ქონდეს რომ არა მაინდა-მაინც გარუსებული არ არის და რაღაცა ეპოტინებია. მაგას ვამბობ, ესა პროპაგანდის ნაწილი და სასარგებლო იდიოტების, რომელთაც ხელს უწყობენ ამას და საზოგადოებას შლიან მარტივ მომრავლებად. ერთი ძალიან კარგი მაგალითი არის წყალდიდობა რომ მოხდა თბილისში აღარ მახსოვს როცა იყო 5-14 იყო 15. წელი არ მახსოვს 13 ივნისი. 13 ივნისს ამბავი რომ მოხდა. ანუ ქართული ოცნება იყო, ახალი მოსული იყო, მგონი 15 იყო. ნორმანია იყო, მე მახსოვს, ხო? ახლა ძალიან საინტერესო ამბავი არის, როგორ უნდა დაყო მარტივ მომრავლებად საზოგადოება, ანუ სიმართლე რო ვერ გაიგო რა არის. როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, რამოდენიმე ვერსია გავრცელდა. ერთი იყო რომ ნაცებმა არასწორად აკიკმეს თავის დროს იქ და ამიტომ მოხდა. მეორე იყო რომ პატრიარქი გამოვიდა და თქვა რომ ეს იმიტომ მოხდა რომ ეს იყო ღმერთის სასჯელი ვინაიდან ზოოპარკის ტერიტორიაზე ვოლიერები არის გადამდგარი ზარებისგან გაკეთებული. მესამე იყო რომ მესამე აღარ მახსოვს რა იყო, მაგრამ სინამდვილეში იყო რაღაც 3 ვერსია იყო და ერთი სიმართლე იყო. და სიმართლე იყო ის რომ წყნეთში გაჭიხეს ტყე. არ გაიტანეს ნაგავი, დაგროვდა წყალი, ან ჩაიხერგა მთებს შორის, მერე გადმოსკდა და წამოვიდა. ეს გამოიძია, მაშინ არ მახსოვს როგორი რუსთავი ორი იყო ჯერ კიდევ კრიტიკული. რაღაცა პერიოდის მანძილზე. ნახეთ საზოგადოებაში რა მოხდა. ნაწილი რომელიც პროპაგანდისტულად ასე მოვიდა რომ ნაცრის სიცხლიანი 9 წელი ნაცები ამბობდა რომ დამნაშავე იყო ამაში ნაციონალური მოძრაობის და მათი პოლიტიკა კორუფცია. მრევლის ნაწილი რომელიც არ არის ცოტა ამ ქვეყანაში, ანუ მრევლის გულისხმობ მე, ანუ პირჯურის წერითაც რომ მრევლი გონიათ რომ ქრისტიანი არის. ესეთ ადამიანებს გულისხმობ, ანუ ეკლესიაში რომ შეუხედათ, მაგრამ ქრისტიანულ ღირებულებას იცავენ რომ გონიათ პირჯურის წერით. ეს ხალხი რომელიც დაეუდა, ავტომატურად დაიჯერა რომ ეს იყო სასჯელი. და მესამე ამბავი რომელიც ქართულ ოცნებას ადანაშაულებდა ამბავში, სადღაც დაიკარგა. დამნაშავე ვინ იყო ამ ამბავში? არ ვიცი. და თქო ძალიან ლოგიკურია მით ხელისუფლებაშია რომ ის არის პასუხისმგებელი, ხო? მინიმუმ ისაც რომ უნდა დაეშავებინა. გავყვეთ ახლა სიტუაციას, დამნაშავე ვერ იყო, იმიტომ რომ მრავალი სიმართლე იყო ამ ამბავში. შოვის ტრაგედიაზე. ვინ იყო დამნაშავე? ეს მეთოდები რაც ისინი იყენებენ, თუ გახსოვს კობახიძე გამოვიდა და თქვა რომ ამ ნაპირიდან იმ ნაპირზე არ მახსოვს იმ ბიჭის გვარი ვერ გადავიდოდა ამ ტალახში. გამოვიდა საზოგადოება ჩვენი ბაბლის და დაიწყეს გადაზომვა ამ ნაბიჯში და მედიებმა მიუძღვეს ეთერები წავიდა სიმართლე. ვინ იყო პროპაგანდის მეთოდია? მრავალი სიმართლე, ხო? ანუ ჩვენ ფოკუსს ვასწორებთ იმაზე, კი არა, ვინ არის დამნაშავე და როგორ უნდა დაისაჯოს ეს კორუფციული ქსელი, რომელიც მათ ააწყეს და არაფერი არ გააკეთა. როგორ დავიწყოთ გაზომვა მეტრების? იმის ვაკის პარკში ტრაგედია რომ მოხდა დენმარო დაარტყა. დამნაშავე ვინ იყო? მშობლები, გაუშვეს ბავშვი, კლავაც რაღაცა კორუფციული, რომელიც ახაც ნაცებს დაუკავშირეს სისხლიანი 9 წელი. არ იყოს კალაძე ამაზე დამნაშავე. გერმანიაში, იმიტომ რომ პლაგიატი ჰქონდა მინისტრს, თავდაცვის მინისტრს სადოქტოროში, ამის ეს აღმოუჩინეს, ამის გამო გადადგა. კალაძესთან იმდენი რაღაცა ხდება გარშემო თბილისში, იმდენი ტრაგედია მოხდა, ოდეს მე ყოფილა არა. ანუ ყოველთვის სხვა არის დამნაშავე და ამაში ჩვენი საზოგადოებას ხელს უწყობს ტროლბოტებით მიყოლებული სოციალური ქსელებით, სასარგებლო იდიოტებით და ასე შემდეგ. ანუ დაიშალა ეს ამბავი. ფოკუსის გასწორების პრობლემა გვაქვს. გარეჯის, იმიტომ რომ ამას ესე გაწოდებენ. ხო, ანუ ეგეც ხო, ანუ ალბათ უნდა ჩვენმაც მეც ისოს რომ ანუ ის რაც ჩვენს ეს არის რუსული პროპაგანდის მეთოდი, რომელსაც ქვია მრავალი სიმართლე, მათ შორის მალაიზიის თვითმფრინავზე გამოიყენეს ეს რომ ეს Russia Today, რომელიც არის რუსული პროპაგანდისტული მედია არ არის, მაგრამ მედიად. ანუ თვითონ Russia Today ბევრ სხვადასხვა ვერსიას ისე ავრცელებდა, რომ მე ტვინი ვეღარ იღებს რომელია სიმართლე და მე ვფიქრობ, რომ გავანებებ თავს ამაზე. კი ბატონო, ასე არის. გარეჯის საქართველოს ნაწილში როგორ დაიწყეს, ხო? დაიწყეს, რომ რაღაცა რუკები გაჩნდა, ჩვეულებრივ ფილმის სცენარი არის. ჩამოვიდა, მე რაც ვაკეთებდით, ვამბობდით, რომ ეს ილიჩოვა და გვარი სუმავიწლება სახელები და ხო, ანუ ეს ადამიანები დამნაშავეები არ არიან და იმათი მესეჯი რა იყო? ანუ ესე გარეჯი საქართველო არ არის? და ჩვენ მომტკიცებდით, რომ ესენი უდანაშაულობები არიან და ესენი თუ უდანაშაულობები, ესე გარეჯი საქართველოც ანუ აი ამ რაღაცა დიქოტომიაში შევდივდით უაზრო მსჯელობებში. ბოლოს ისე დამთავრდა, ვერც ვერაფერი ვერ დაუმტკიცეს, არც იყო და არც ჭირდებოდათ, ხო? ანუ რეალურად საერთოდ გააჩერეს თემა, იმიტომ რომ არჩევნები მოიგეს და მარტივად ამ გარეჯი საქართველოსი. ანუ ეს არის კიდევ ომი რო დაიწყო, ხო? ჩვენ ბაბლს
და სანქციების თემა იყო, სანქციებს რატო არ აწესებს საქართველოს, ის ხალხი რო გამოვიდა ქუჩაში, რო აპროტესტებდა, მხარდაჭერა. უკრაინის ომის თემა რა უნდა ოცნებას, რომ შიში გაღვევოდა საზოგადოებაში, რომ აქაც იქნება ომი. რა გააკეთეს ამისთვის? იმიტომ რომ მხარდაჭერა ვერ ჩაახშეს. კი. კალაძემ დააწერა ნაძვისხეს, რა დააწერა აბა თუ გახსოვს? შვიდობის ქალაქი როგორ არ მახსოვს? რა მოხდა ჩვენ გაგანია ომში, გადავაშიარეთ ეს და რა მშვიდობა ომში ვართ. რა უნდა და ქართულ ოცნებას რომ ჩვენ დაგვეჯერებინა რომ ომში ვართ. თუ ჩვენ ომში ვართ, ჩვენ გვეშინიათ, ჩვენ ჩერდებით, მას აღარ ვიღებთ. აღარ უჭერთ მხარს უკრაინას, აღარ ვამბობთ რომ სანქციები უნდა დააწესოს და ხარ ესეთი მოწყვლადი ადამიანი, რომელიც გეშინია ომში და მთლიანი პროპაგანდა მე ააწეს არჩევნებამდე ომის გინდაზე. ხო, რაც იმუშავა. ეს ამახეებია და ეს იმიტომ რომ ჩვენი მოწინააღმდეგე ხო მართლა კალაძე ხო არ არის და კალაძეს ხო არ მოუფიქრებია ის რომ მშვიდობის ქალაქი. ჩვენ ხო აქეთ გვაქვს პრეტენზია რომ უფრო სმარტები ვართ, უფრო ინტელექტუალები ვართ. ხო, მეც მგონია რომ ანუ ინტელექტუალური რესურსი ჩვენსკენ უფრო მეტია, მაგრამ იქით არის ორდინაცია. გვაქვს, იმიტომ რომ იქ დიქტატორული ხელი არის. ხო, იქ რაღაცა უსინდისობა. და მე გეუბნება შენ ეს უნდა გააკეთო და აკეთებენ და აქ მე რო ვიღაცას უთხრა, ეხა შენ ეს უნდა გააკეთო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავკარგათ, ის მეტყვი შენ ვინ მიგდიხარ, რატო არ დაგიჯერო? იმიტომ მე ჩემი სიმართლე, მე ჩემი ის მაქვს. ხო და აი ამ ჩემი უფრო სწორია ვიდრე შენი უფრო სწორია, მე უფრო მაგარი ვარ ვიდრე შენ უფრო მაგარი ხარ და ამას ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ დღესაც აი მიმდინარე მოვლენებზე, ანუ ვისი პოზიცია უფრო მნიშვნელოვანი არის, როცა ამასობაში იმათ რა ვიცი, გააკეთეს ყველაფერი რაც გასაკეთებელი იყო. ხალხი დაიჭირეს, ცემეს, დაარბიეს, მოკლეს დაიჭირეს, რავი, აწამეს და ჩვენ აქ ვჯელობთ, რომ ესე იგი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ხა უნდა შევიდეთ, აი მემარცხენე ჯგუფების პოზიცია რო გაჩნდა, ეს ძალიან კარგი არის ჩვენი და რა დემოკრატიაზე ვლაპარაკობთ, აი საერთოდ რას ვლაპარაკობთ, რომელ მემარცხენე ჯგუფების პოლიტიკურ პარტიას შემოსვლად ვლაპარაკობ, ანუ რას ამბობს, საერთოდ, ანუ რას გაძლევს ეს ყველაფერი? ანუ სანამ შენ აქ რაღაცა პატარა რაღაცა სიხარულებში ხარ, იმათ მთლიანი კატოკი გადაკატარეს და გადაგაფრთხილეს და ეხლა გიხაროთ წინ არის კიდე ხო, ანუ რეპრესიების დიდი ტალღა მე მგონია რომ წინ გვაქვს რა, იმიტომ რომ ხო და ანუ ჩვენ რას ვაკეთებთ, ანუ ვარქმევთ სახელმწიფოს ვისვებძვით, თუ ისე რაღაცა ჰაერის წისქვილებს თუ რა ქვია, ქარის წისქვილებთან რაღაცა დონ კიხოტის სანჩო პანსუსავით რაღაცებს ვიგონებთ. ანუ ეს ხო, არათანაბარ პირობებში ვართ, არათანაბარ რესურსებში ვართ, მაგრამ მინდა რაღაცა ოპტიმისტური თქვა. ხო, ოპტიმისტური არის, ან ოპტიმიზმი კარგია, ოპტიმიზმი მაშინ გიჩნდება, როცა შენ სტრატეგიულად ფიქრობ, ამ სტრატეგიას მიყვები და ხედავ რა არის შენი გეგმა და როგორ უნდა წარიმართოს. ჩვენ თავს თუ მოვიწყებთ, ეგ ოპტიმიზმი არ იქნება. თუ სახელს არ დავარქმევთ და ტყუილებში მათ შორის თვითონ მოვატყუებთ რაღაცეებში, რომ ესე იქნება, აი ხა ამას თუ გავაკეთებთ ესე იქნება. არ იქნება ეგრე. თუ არ გავაცნობიერეთ ვის ვებრძვით, ვერ მოვიფიქრებთ შესაბამის სტრატეგიას, შესაბამის მეთოდებს, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი და როგორ დავამარცხოთ დიქტატორი, მარტო წიგნის სათაური არ არის. კი. ანუ შინაარსი და შიგნით. და დიქტატორს ვერ ამარცხებ მარშებით და პინიატებით, რომელსაც ჩამოატარებ აქციაზე. ეგ მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკმარისი. ვიდრე დავასრულებთ შენ თავში ისაუბრე გაფიცვის აუცილებლობას და მნიშვნელობაზე. ალბათ ის ადამიანებიც გვისმენენ, ვისაც ამის რესურსი აქვთ. მე ვერ გავიფიცები, არ მაქვს მუდმივი სამსახური, თუ როგორც შემიძლია ვიფიცები, მაგრამ მათ აქვთ რაღაცა შიში, ფოთვა, აი როდესაც მის გაფიცვა იყო, მაშინ ვიყავი სილამაზის სალონში, სადაც ბევრი ას ჩვენენაც ვთქვათ კოცი დადის და როდესაც ვიკითხე რომ სამია თქო და არიფიცებით აი იცი რა ხო რომ ჩვენ გავიფიცოთო აი ვიღაცამ ხო უნდა მოგემსახუროთ მე თქვენ მე არ მაქვს პრობლემა ნუ მომემსახურებით და აი რაღაცა იმად გადახედეს ამ ცნობადი კოცები იყვნენ და რაღაცა ჭმუნვები აქვთ ისევ რაღაც ხელფასი იქნება ეს კეთილდღეობის და იქ რაღაცა აუხსნათ ამ ადამიანებს რადევს სასწორზე რა ამ ადამიანებს შიშის დამარცხება როგორ უნდა მოხდეს ნახეთ შიშს ამარცხებს აი ეს მაგალითი კიდევ კაი გამახსენდა შიშზე როგორ დავამარცხოთ შიში ეგეთი ანუ როცა ბეწვისხილზე გადადიხარ ხო და გეშინია სიმაღლის აი გაიჭედე შუაში და ვერ ინძრე ვერც უკან მიდიხარ ვერც წინ მიდიხარ რა ფაქტორი არის ის რაც შენ დაგაძლევინებ შიშს აი რა შეიძლება იყოს არ დაიხედო ქვემოთ არ ვიცი არა ერთი თუ უკან ლომი გამოგეკიდა და შენ გაგემუქრა საფრთხე იმის რომ შენ შეჭამს ლომი და გაიქცევი აი მეორე ფაქტორი შეიძლება იყოს არ ვიცი მეორე არის თუ მეორე მხარეს გელოდება $1,000,000 აჰა
შენ დაძლევ მარტივად შის. ანუ ახლა ლომი მოგვდევს რეალურად. ხო, გავიაზროთ, რომ ლომი მოგვდევს. კი. $1,000,000 ვერავის ვერ დავაპირდებით, მაგრამ კეთილდღეობა იქნება, კი. კეთილდღეობა ევროკავშირში პირდაპირ თუ ვერ გაიგებენ თორე. ეხლა რაც გველდება არის ეკონომიკური კრიზისი და კატასტროფა და ის გაფიცვა ვისაც არ უნდა, ის ისიც ვეღარ იმუშავებს. კი, მოვაწ. ეს თუ არა ხვალ ვეღარ იმუშავებს, იმიტომ ახალ იქნება უბრალოდ ანუ არის სფეროები, სადაც არის, მაგალითად ამიტომ სანამ ლომი მოგდეს და სანამ კეთილდღეობა კიდე წინ გველდება ევროკავშირის წინ, გაიქეცი. მოდი გაიქეცი და დავასრულოთ. არა, რა თქმა უნდა. მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ვართ და ძალიან საინტერესო იყო სიმართლედ რო თქვა ბერ კითხვაზე, რაზეც მე არ მაქვს ხოლმე პასუხი და მიფიქრია, მივიღე და იმედია ჩვენი მსმენელიც და მაყურებელიც გაიაზრებს ამ მნიშვნელოვან მესიჯებს, რომელიც გაჟღერდა. ეს იყო მედიახმის პოდკასტი, გიორგი ბუტიკაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, მე თეონა ცხომელიძე ვარ და უკვე შემდეგ ვიდეოებში ვისაუბრებთ ისევ აი ძალიან საინტერესო თემებზე.